ლიონი, საფრანგეთი. ნაცნობი ბევრი ხავს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ მეგობრებიც ხავს. მარტოა? არა. მის გვერდით ქალია. მათ უყვართ ერთმანეთი. მოდი ასე ვთქვათ, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ჩემი ბიჭუნა. კიდევ რას მეტყვი? კიდევ რას? ხო, მას ბავშვური ღიმილი აქვს. ისე იღიმება, თითქოს არანაირი პრობლემა არ აქვს. Hayatta hiçbir sıkıntısı yokmuş gibi gülüyor. კიდევ. ეს კენანის უფროსი ძმის, სელიმის ქორწილის ფოტოა. კლუბში შავი თვალები მოულოდნელად დაწყებული ჩხუბის დროს მოკლის მამაკაცი მოკლული სელიმ ეროგლუა. სელიმი მოვლენების შუაგულში აღმოჩნდა. მოდამ მოკლეს. მოკლეს. ის რა შუაში იყო, რამის მომოკლა? არ ვიცი. მაგრამ მისი ძორი ცოცხალია. მესამართი უკან წერია. გმადლობ. კიდევ ერთი რამ. შენ ვერ გაანადგურებ ჩემ შვილს. სტამბოლი 1973 წელი. იცი რამდენ ხანს გეძებდი? და შეხედე, სად მოგაგენი, ამ სანაგვეზე. შეხედე, რას გავხარ. მეც მიხარია შენი ნახვა ძმაო. დამიდობა მიზეზი, რომლის გამოც შენი ნახვა უნდა მიხაროდეს. ნუ ყვირი. რას აკეთებ ამ გარყვნილების ბუდეში? რა საერთო გაქვს ამ ბანდიტებსა და მკვლელებთან? შემოდი მანქანაში ვილაპარაკოთ. რა იყო, სკანდალის მოწყობა გინდა? რას აკეთებ აქ? სახლში დაბრუნდი. რატომ არ ბრუნდები სახლში? ბავშვი არ ვარ, ნუ მიყვირე. გვარის კი გამოიცვალე. ნუ თუ ასე გძულ ვართ. დედა როგორ არის? შენი აზრით როგორ იქნება? ძალიან ენატრები, მამასაც. უნდა რომ დაბრუნდე და ფაბრიკას უხელმძღვანელო. ხთამი მოამზადე ჩემთვის, მაგარია. კენან, ყველგან გეძებდი. როგორ არ გესმის, რომ აქ შენი ადგილი არ არის? შენ და ამ ბანდიტს ერთი გზა არ გაქვთ. მას სახელი აქვს. რამიზი ქვია. მართლა? მე სელიმი. გასოს? შენი ძმა ვარ. ის კი ვინ არის? შენ მისი ძმა არა ხარ. ის შენთვის უცხოა. ჩემი ძმა ხარ, კენან. და აქედან ჩემი ძმის გარეშე არ წავალ. Yok istemem. არ მინდა. Nermin'in aynası bu. ეს ნერმინის სარკია. გადააგდეთ.
Yeni dolap şuraya. ახალ კარადას აქ დავდგამთ. Büyük bir şey. დიდს. Şuraya da şöyle აქ კი nasıl bir şey olsun? Ne oluyor? რა მოხდა? Sen kimsin? თქვენ ვინ ხართ? მეგონა კენანი აქ იყო. უთხარი ჩემთან მოვიდეს. Bir dakika. მოიცადე რას ნიშნავს Ne demek შენთან? sana? შენ სად იქნები? Neredesin ki sen? აქ ვეღარ დავრჩები სელმა. მივდივარ. Nereye gidiyorsun? სად? ეიროგლუს ომი გამოუცხადე. მის კლუბში ჩხუბი მოვაწყე. ძველ ადგილას ვეღარ დავრჩებით. შვიდობით. Ramiz. რამის? O olayı. სკანდალი იმიტომ მოაწყე, რომ მე პოპულარული გამხდარიყავი. Olayımı çıkarttın. Benim için. ეს ჩემთვის გააკეთე. კენანი არ ზრუნავს შენზე. ზრუნავს. შენს იმავეთი პასუხობ. ეს მოგწონს. ხომასია. ეს შენთვის არ გამიკეთებია, ჩემთვის გავაკეთე. Ben de öyle Aset tahmin etmiştim Fikrovdi. zaten. Olsun. როგორც შენიტყვი. Sağ ol yine de. Çok ნებისმიერ შემთხვევაში გმადლობ. ეს ძალიან დამეხმარა. რას ამბობ, ხელი გამიშვი? კარგი, თავი დაანებეთ. შენ რა უკვე დაცვით დადიხარ? წავედით, აქედან მივდივართ. ხეიროგლუსთან ომისთვის უნდა მოემზადოთ. მაგრამ მკითხე, მინდა თუ არა წამოსვლა. რას ლაპარაკობ? წავედით, სადაცაა ხეიროგლუ მოვა. იქნებ სელმას მიტოვება არ მინდა. სელმაც წავიყვანოთ, ერთად წავიდეთ. დროზე. სტამბოლი 2010 წელი. გემრიელია. Huysuz bey. კოქტეილის გაკეთება ვთხოვე. აბა გამოიცანი რა ქვია? ორკაჩ. აიღე და გაიქეცი. როგორ მივხვდი? ვიცი რა მდიდარი ფანტაზია გაქვს შებნემ. ეფი, ახალი კოქტეილი გავაკეთე, აბა გამოიცანი. შებნემ მოიცადე ერთი წუთით. რატომ? გავიდამანებე, რა შეიძლება ამით? ტაქსი. შებნემ მე წაგიყვან. შენ რა გაგიჟდი? არ გავგიჟებულ ვარ ტეფიკ. ყველაფერს მივხვდი. შენ არასდროს შეიცვლები. იარაღზე უარს არასდროს იტყვი. ოდესმე შეკვირდი იარაღს დავაგდებ მეთქი. შენ პირდი აღარავის მოუკლავ და პისტოლეტი მხოლოდ მაშინ მექნება, თან როცა ძალიან აუცილებელი იქნებაო. შეკვირდი მე რა გინდა? ვინმე მოვკალი? მოიცადე. ნუ გარბი ხარ, ასე არ წახვიდე. İstemiyorum teyze. არ მინდა ტეფიკ. Yemin ederim. გეფიცები არსად წასვლა არ მინდა, მაგრამ შენ მაიძულებ ამის გაკეთებას. მერთო, კარგი, წადი. არა, არ წახვიდე, მოიცადე. დიდი მადლობა მეგობარო. მადლობ. Ben bineceğim. მე მივდივარ. Bırakır mısın? შეგიძლია გამიშვა. გაგიშვებ. მე იარაღს არ ხმარო და არც ვიხმარ. უბრალოდ ვატარებ პისტოლეტს. გონია ვინმეს მოკლავ? მეგობარო, არ გჭირდება ტაქსი. წადი, წადი. Vallahi ya. ამიხსენი, რატომ ხდება ასე? Anlatsana. მე შენ გამო ყველაფრისთვის მზად ვარ. შენ კი პისტოლეტზე ვერ გითქვამს უარი. Sen vazgeçemiyorsun ya. ისევ მე მადანაშაულებ. მიდი, სასტუმროსა და ჯაკუზის ამბავი მომიყევი. მომიყევი როგორ დაგჭერი. მე ხომ არაფრის თქმა არ შემიძლია. შენ მუდმივად წარსულს უბრუნდები, შებნემ. ტაქსი არ გჭირდება მეთქი, წადი. რას დამდგარ ხარ? İstemiyorum teyze. ასე აღარ მინდა ტეფიკ. Ben sana bir şey მე olacak შენია diye რომ korkuyorum. რაღაც მოგივა.
Ama yine suçlu. შენ კი ისე მე მაგანაშაულებ. არ მინდა მივდივარ. გამოუშვი გოგონა, წასვლა უნდა. ახლა ისეც მოგდებ, რა გინდა ერთი მითხარი. დევბიკ. დაშარდი? არა, უბრალოდ მის სათვალეს დავარტყი თავი. Buz mu koysak? გინდა ყინული დაგადო. მოიცადე. ძირფასო. სულ შეგიბერა. არ მჭირდება სული შებერვა. Gel buraya. მოდი ჩემთან. შებნემ რა გველის წინ? აქ დაკავებულია? Burası boş mu? Bakıcılık yap. ჩემს მოსავლელად მოხვედი. ეზელი წავიდა. Bir altlar karıştı. ზიამ გამოგზავნა რომ ყურადღება მომაქციო არა. Seni görmeye შენთან geldim მოვედი. ya. არ შეიძლება? Gelemez miyim? Babam da მამასაც არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო. İçer misin? დალევ. tercih. ოღონდ სხვა ჭიქით. İstanbul ამ ბარში სტამბოლის ნაღების საზოგადოება მოდის. გავიგე ძალიან პოპულარულიაო. Ne demez. ესე ნუ ლაპარაკობ. 2 saat kaldı. 1-2 საათი მოიცადე და ნახავ რამდენი ხალხი მოვა. Bu ne be? ეს რა არის? ხილისწვენია? Meyve suyu bu. Ali, ალე. sen ne böyle? იქნებ ერთხელ ისე დავლიოთ როგორც ზრდასრულ ადამიანებს ეკადრებათ. რატომაც არა, დავლიოთ. მაგრამ 2 საათში ხელით მომიწევ შენი დარება. O kadar emin ასეთი თავდაჯერებულიც ნუ იქნები. Size kaldı. ქალები სულ ტრაბახობენ რომ მანქანას კარგად ატარებენ. რომ წყალივით სვამენ სპირტიან სასმელს, სინამდვილეში კი ქალებმა არც მანქანის გაჩერება იციან და არც დალევა. Senden ჯერ ერთი შენზე უკეთ შემიძლია დალევა. Senden და iyi მეორე, söylerim. მანქანასაც შენზე უკეთ ვატარებ. Çok iyiyim diye. იმიტომ კი არა რომ მე ვარ ძალიან მაგარი. Çıta yüksek. იმიტომ რომ შენ ხარ ცუდი. Ne yapıyorsun? რა საკეთებ? Ben keyif ჩემს გამხიარულებას ცდილობ თუ გაბრაზებას? Kafana შენ ხომ მაშინ მხიარულობ როცა ბრაზდები? ასე არ არის? Ali, ალე, biraz ცხვირპირი ნუ ჩამოგტირის. Seni böyle გული görmek bana მტკივარზეც dokunuyor. რომ ხედა. Hep üzgünsün. ყოველთვის ცუდ ხასიათზე ხარ. Görünüşü aldım. გარეგნობა მატყუარა დამიჯერებული სიღრმეში ვცეკვავ. Seni göbek atarken. წარმოვიდგინე როგორც ეკვა. Çocuk olmayı. არ მომწონდა ბავშვი რომ ვიყავი. რა? Çocuk olmayı. ბავშვი რომ ვიყავი. Niye biliyor musun? და იცი რატომ? Etrafında 50 ირგვლივ უამრავი უფროსია, რომელიც არაფრის აზრზე არ არის და გიждდება რჩევების მიცემაზე. გახარ მათ წინ და ისინი გამუდმებით ლაპარაკობენ. Lan öyle durursun. რჩევები გადასარევი რამეა. Ama susmaz da. მაგრამ არც მე ვარ სულელი. İyi de güzel kardeşim. თუმცა არაფრის ახსნა არ შეიძლება. Bu sefer de ben თქვენ უფროსები ხართ, მაგრამ არაფერი არ გესმით. მე anlatamaz. კი ყველაფერი ვიცი. Büyüksünüz de ვიცი. bilmiyorsunuz. ნუ ისინი უფროსები არიან. Ben biliyorum. დიდები არიან. Bu sefer de მათ ვერ ეუბნები ამას. ასეთია ცხოვრება. büyükler ya. Çok büyükler. Büyük adamlar ya. ასეთია ცხოვრება. Anlatamaz. აქ იყავი. Öyle ya. დამელოდე. Sen takıl. მალე კლიენტების მოვლენ. Nereye gidiyorsun? შენ სად მიდიხარ? Herkese მომბეზრდა ყველას დარწმუნება. მე თვითონ მივხედავ ჩვენ საქმეებს. herkesin işini kendine. მე თვითონ. Ali, ალი, teklifim ჩემი geçerli. წინადადება ძალაში რჩება. Ne oldu? Yedik რა mi? გჭირს სულ მოგცემა ტეფუ? Senin Azad'la ne işin? შენ და აზადს რა საქმეები გაქვთ?
რა საქმეები უნდა გქონდეს? სისულელეს ნუამბობ. უბრალოდ ხალები ჩემს შარმს ვერ უძლებენ. გეუბნები უსიამოვნებაში გავეხვევით. ნახე რას გავართ. ვიღაც უცხო ტიპის მევალეს დავდებთ. რა ქვიაო? ისკანდერი? კი, მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით იმ ტიპებს უბრალოდ დაველაპარაკებითო. მაგრამ ზომებს ვიღებ იმ შემთხვევისთვის, თუ დალაპარაკებას არ მოინდომებს. ტეფო, შენ ისკანდერის გამოჩენამდე მიხედავ საქმეს. მივხედავ? მაინც როგორ მივხედავ? ჩვენი საფირმო კოქტეილით გაუმასპინძლდი. რა ვიცი, როგორმე გადაატანინე ყურადღება. არანაირი ძალადობა თუ ამას გულისხმობ. სწორედ ამას. ტეფო, უმაბრაზებ, უკვე ნერვებს მიშლი. კარგი, შენ რა სიზამ? მე მანქანაში ჩავჯდები და იმ ტიპს დაველოდები. ზღოლს უმღერებ და ვაძინებ და მერე ბატონ ისკანდერს დაველაპარაკები. მანამდე თუ არ ჩაიფსა, ჩემს მარწუხებს დაუძრობ და ვაიძულებ საბუთებს ხელი მოაწეროს. საქმე გაკეთებული იქნება და შენ შენს საყვარელ ცოლთან დაბრუნდები. მეგობარო, დამეხმარე. გასაღები დაგივარდათ? უკვე ვიპოვე. აი. რა ხდება, მაჰმედ? დაგეზარა გადმოსვლა და კარის გაღება. თუ გინდა მე დავჯდები საჭესთან და შენ უკან გადმოდი. კარგი იდეა. მაგრამ ჯერ ერთმანეთი გავიცნოთ. შენ ვინ ხარ? მე ხედავ მცველს. მე დავაყენე. მარჯვნივ გაიხედე. ცოტა ქვევით. ქვევით. მაჰმედი ჩემს გამოვა ასეთ მდგომარეობაში. კარგად დამაკვირდი. მე უბრალოდ და მარტივად შემოვაღწია შენს მანქანაში. რამოდენიმე წუთში მარწუხებით დაგამტვრევ მაგთითებს, გასაგებია?
Anladın mı? ახლა გაიგებ ვინ ვარ? Ha? Anladın mı Gayge. kim olduğunu? Ne istiyorsun? რა გინდა? Bana! ეს Kalenderi. გალამს მოგცემდი, მაგრამ ვიცი მიითვისებ. Niye vermiyorum? İmzala. საბუთებს ხელი მოაწერე. Titremen მურჩი კანკალს და მოაწერე ხელი. Adımı söyle. მე გეტყვი ვინც ვარ. Ne oluyor lan? რა გჭირს? Bu mu ya? ამაშია საქმე. Sizin mi აქ bunu ხიოსნომ გამოგზავნათ? Biz siz mi kabul ettiniz? ხოლო თქვენ დათანხმდით ამაზე. İyi ki abi. კარგია თავისი ძმა რომ გამომიგზავნა. Siz mi? ესე იგი ჩემი შეშინება გინდათ? Senin ფეხებზე მკიდია ვინ ხარ? Bana ne? მე შენ არასდროს აღარ გნახავ. Sen. შენი. Hiç gibi. რა სასაცილოა. ჯანდაბა. ნუ მაცოფებ. ნუ გამაგიჟებ. ნუ იცინე. Delirtme. ნუ გამაგიჟებ მეთქი. ნუ გამაგიჟებ. გაიგე, ნუ მაგიჟებ. Lan gülme. გაჩუმდი, ნუ იცინე. ნუ იცინე შეღორო. ალი უნდა წავიდეთ. ამა შეხედა იცინის. იცინის გასმის? ძმავალე. გადაიხტის. ამის შემდეგ აუცილებლად გადაიხტის ვალს. O son hareketi yaptın ya. Artık kesin öder borcunu. გადაიხტის გასმის? Çok pis çınladı. ური ამტკივდა. საბუთებთან მუშაობამ დაგყალა. შეეჩვიე. Şöyle söyleyeyim. ჩვენთან ერთად მუშაობა თუ გინდა, ხოლოდ Bir tek adam ხალხის დახოცვა არ მოგიწევს. Teftişte mi var? მაკონტროლებენ? მე და ეშენი ჩემთან ვართ სახლში. ორივეს გელოდებით, ჯენგიზ. Buna da alışacağız. ამასაც მივაჩვევით. Çıkalım mı Kenan? წავედით. კენანი გველოდება. Tabii onları hallediyorum ben. ნუ გავარკვევ ყველაფერს. არა ჯობია ეს ეიშანს მივანდოთ. Yok yok. En iyisi. მას უკეთ ეხერხება საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა. Aa geldin mi? მოხვედით? Görüldüğü üzere. მოვედით. Karıcığım. ჩემო საყვარელო ცოლო. Ya Yusuf şey იუსუფ რა არის ახალი იმ კლუბის პატრონთან ლაპარაკი რომ არ უყვარს? çıkardı vermiyordu. ჯენგიზმა შესანიშნავად მოაგვარა ეს სიტუაცია. Şöyle. მოდი ასე ვთქვათ, დამნაშავემ საკადრისი პასუხი მიიღო. Nasıl bir მაინც როგორ დასაჯე, ჯენგიზ? Önemli olan ne? რა გავაკეთე ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მომავალში რას გავაკეთებ. როცა ვნებები ჩაცხრება, პატრონებს გავიცნობთ და აუცილებელ ზომებს მივიღებთ. Gerekeni yapacağız. ne gerek? აუცილებელ ზომებს? Evet ne gerekirse. დიახ, აუცილებელ ზომებს. Güzel. შვენიერი. Sana da uygun. ძალიან მიჭირ შენი დატოვება, მაგრამ ერთ ადგილზე მისვლა უნდა მოვასწრო. რისას შევპირდით? Biz oraya yetişeceğiz. Hay hay. პრობლემა არ არის. O nereye? ეს სადმე ჩემთან ერთად მოდის. რამე საწინააღმდეგო გაქვს? მე არა. ო. დინაღამ დამავიწყდა. უპასუხე თუ დარეკავენ. Niye kimse yok lan burada? აქ რატომ არ არის არავინ? Var. ვიღაც არის.
Bir anda üzerine çullandılar Ezel'in. ისინი ჩვენ მოგიგზავნეთ გასავარჯიშებლად. კარგად გაართვით ავი. ყველანი გადით. ადგილზე დარჩით. არცად არ გახვალთ. ყველასთან დასწრებით მითხარი, რაც სათქმელი გაქვს ეზეო. ყველასთან დასწრებით. ხომ გთხოვე. ხომ გითხარი ეს არ გააკეთო მეთქი. რო მითხარი. არ გითხარი ჯერ ამისთვის მზად არა ვარ მეთქი. ვერ გაიგე? გავიგე. გამოდის რომ ტყუილად ვილაპარაკეთ? გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, ალი. დროზე ადრე თუ შევებმებით ამ ხალხს, ყველას დაკოცავენ. შენ თვითონ თუ ვერ ხვდები, მე დამიჯერე. ყველას რისკის ქვეშ გვაყენებ. მატყუ არ ახარ. რა თქვი? იტყუები. მატყუ არ ახარ. შენ შურის ძიება არ გინდა. აბა შენი აზრით რას ვაკეთებ? შენი ცხოვრების მოწყობას ვცდილობ. ამ ქალმა ამდენი უბედურება მოგიტანა. რატომ არ გინდა მასზე შური იძიო? ხელსაყრელ მომენტს ველოდები. არ გინდა ეგ ძველი ზღაპრები. იმ კაცმა ძმა მოგიკლა. ალი. რატომ არ დევნი? მე სიბრაზისგან ლამისა გავგიჟდე. როგორ შეგიძლია ასე მშვიდად ყოფნა? შენ არ გესმის, ალი. არ გესმის. მესმის უბრალოდ, მესმის. შენ კლუბს ხსნი, ბიზნესს იწყებ. ზიას კვალს მიყვები. კი ბატონო, ოღონდ ტყუილების თქმა შეწყვიტე. შენ ახალ ცხოვრებას იწყებ. ახალ ცხოვრებას. გასაგებია. არა. მიდი ამას კითხე. კითხე, მაგრამ არა, არავის არაფერს არ კითხავ. შენ ხომ ყველაზე ჭკვიანი ხარ. ყველაფერი ყველაზე კარგად იცი. მიდი, კითხე. კითხე, საფრთხეს უქმნი თუ არა. კითხე. შენ ახლა ზიას ადგილზე ხარ. სიმართლე თქვი. გელოდები ეზელ თქვი? შენ არ გესმის, ძმაუალი. არ გესმის. შესანიშნავად მესმის. ვინ ხარ? და მე ვინ ვარ? შემომხედე. ალი მარწუხი. დღეს ვინ ვარ? საკუთარი თავის კარიკატურად ვიქეცი. ისე მელაპარაკები როგორც ბავშვს. და მდგარ ხარ აქ და მტუქსავ. არა და მე ალი მარწუხი ვარ. ალი მარწუხი, გასაგებია? ძმაუალი. გინდა ცხოვრება გააგრძელო. არ მოიტყუო, სიმართლე თქვი. თქვი რომ საკუთარი შურის ძიების უკან იმალები. თქვი რომ ყველა შენს გარშემო დარბის, იმიტომ რომ ასეთი ტანჯული ხარ. მე შენი მეგობარი ვიყავი. შენი მტერი ვიყავი. ცდილობდი ისევ მეგობარი გამხდარიყავი. მაგრამ არა, ჯიუტად არ მომჩნევ. ეგოისტი ხარ. ის დრო ჯობდა, როცა ერთმანეთს მტრობდით. ის ჯობდა, როცა ძია მართავდა სიტუაციას. სხვა თუ არაფერი, მაშინ პიროვნებებად ვრჩებოდით. მოგცემეს, მე რა მოხდა? ჩვენ ყოველდღე გვცემენ. შებნემს დანა გაუყარეს, მეთითები დამამტვრიეს, ტყუებით დამსხრილეს, აზადი მკვლელად იქცა. ჩვენც ადამიანები ვართ. არ მოგბეზრდათ სტატისტებად ყოფნა. არ მოგბეზრდათ, რომ ამის კაპრიზებისთვის გიყენებენ. რა ერქვა შენს მძღოლს? კამილი. რომ მოკვდა იმ ბიჭს? ერანი. იმ გოგოს, რომელიც მოგლეს? ბაჰარი. არა. და იმ მოგლულ ახალგაზრდა ბიჭს? მერტი. ალი. მეყოფა.
საკმარისია რაც მომხვდა ომერ. სტამბოლი 1973 წელი. კიდევ ერთი გჭირდება. რამდენი ვართ? 11. ძალიან ბევრია. ერთმანეთის იმედზე იქნებიან და ყურადღებას მოადუნებენ. 5 დატოვე. ჩვენს კაც შეატყობინა გულში რომ ყველაფრის გაგება გვინდოდა, რაც იქ ხდებოდა. და თავშესაფარი მოამზადე. იქ გადავალთ. Boşalt burayı. ყველაფერი გაიტანე აქედან. და ცოტა ხნით სადმე დაიმალე. Bir usul bul. რაღაც გამოსავალს ვიპოვით. კიდევ გაქვს რამე მითითება. Daha hazır değilsin Ramiz. შენ ჯერ მზად არ ხარ რამის. შეიძლება მოკლა. Ben bir konuşayım Hayrat. ხეირულს დაველაპარაკები. ემტოვებ. ზადი სელმასთან. Ha. Doğru aslında. ისე მართალი ხარ. Zira kafasına bu ვიღაც ფსიქოპატმა შეიძლება ჭიქა დაადგას თავზე და ესროლოს. მიდი, გადამიშალე გული. გამიმხილე რატომ ხარ ასეთი გაბრაზებული. შენ რა გაგიშტი? ასე ვინ იქცევა? რომ აგეცილებინა? მე ყოველთვის ვახვედრებ. რომ აგეცილებინა? ასე როგორ გარისკე სელმაზია ლაპარაკი. დაწნარდი ქენა. რატომ არ მომიყევი შენი გეგმის შესახებ? ერთ ნავში ავსხვედვართ, რატომ მიღალადე? მე არავისთვის არ მიღალადეა. მიღალადე. სელმას უღალადე. ყველანი დავიხოცებით შენს გამო. გამაგებინე რა გინდა? გმარა მეკითხები რა მინდა? გოგო წაიყვანე და წახვედი. მე მკითხე რამე? რაზე ლაპარაკობ? ერთ ნავში ვიყავით. შენ თვითონ მიღალადე. შენ გამყიდე გოგოს გულისთვის. სად იყავი ქენა? რამე არ მძინავს რომ თავი დავისვა. შენ სად იყავი? საათ ქენა? მე შენთვის ვცდილობდი. ახლაც ვცდილობ. სულ ცოტა ხნის წინ სულ სელმასთან ერთად არ იყავი. მასთან ერთად არ გარბოდი, როგორც კი შევტრიალდებოდი. შენ ფიქრობ ჩემზე? არ ფიქრობ საერთოდ რა იცი ჩემზე რომ მიფიქრო? ერთხელ მაინც გისვრე ადამიანისთვის. ცოტა ხანს იტრიალე ჩემს გვერდით და გონია თამაშის წესები უკვე იცი? ასე მოლაპარაკობ რამის. ძადი სანამ მოთმინება არ დამიკარგავს. ეს გინდა? კარგი წავა. ძადი მეთქი. შენ ჩემი ძმა არ ხარ. ძადი შენს მდიდარ ძმასთან ან სელმასთან. ფეხებზე მკიდია, ძადი აქედან, მოშორდი. ჩემი ძმა მართალი იყო. მე შენთვის არავინ არ ვარ. სტამბოლი 2010 წელი. ბახარი. შენ მას არ იცნობდი. არ ვიცნობდი. მომიყევი მის შესახებ.
მათ არ ესმით ჩემი. არ ესმით ძია. არ ესმით ჩემი. მე არაფერი არ დამვიწყებია. შეგნით ყველაფერი მიდუხს. მათ არ ესმით. ამჯერად დაუმარცხებელი ვარ. ბევრჯერ წავაგე ძია, მაგრამ ამჯერად არ წავაგებ. არ წავაგებ. საქმეც ესაა. ნურავის ეგონება, რომ რამე დამავიწყდა. ეს როგორ უნდა დამვიწყებოდა? შვილო, ჩვენ მთელი ცხოვრება სწავლობთ. ამ ქვეყნად ბევრი სატანჯველია. და ალიც ცოტა უცნაურია. ალი დღემდე შენი საუკეთესო მეგობარია. თქვენ შერიგდებით. ეს არ არის პრობლემა. ეს ფოტო კი პრობლემაა. დამიჯერე შვილო. გავფრთხილებ. ამ გზას თუ აირჩევ. წააგებ. ნუ წახოთ ამ გზით შვილო. მომეცი ეგ ფოტო. მომეცი. Fark ettin mi? შეამჩნია? Ne hikmet? რაც არ უნდა მოხდეს, დაავაგება ყოველთვის ჩვენზეა. Ortalığı temizlemek bize düşüyor. Fark ettim. შევამჩნია. Ali'ye ben... ალიზე ძალიან ვარ გაბრაზებული. Onu da fark ettim. ესეც შევამჩნია. Bu akşam dedikleri... სამწუხაროა, რომ მე არ მეყო იმის თქმის გამბედაობა, რაც მან დღეს თქვა. Ben deseydim onları. სად არის ახლა? Bilmiyorum. არ ვიცი. Sabah uğrayacağım dedi ama... შენ პირდა რომ დილით გამომივლის და რა? Silah. პისტოლეტი. Silah alacağım dediğine göre bırak. პისტოლეტისთვის თუ მოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკან არ დაიხევს. ხვალ გავიგებთ. ხო. Senin ესე იგი canına ჯერ შენ takılmayın. არ დაგიკარგავს მოთმინება, როგორც ალის. Etmedi. არა, Ama yakın. მაგრამ როგორც ვატყობ, მალე დავკარგავ. ჩაის ვამზადებ, ხომ არ მეირთმევთ? არა, დიდი მადლობა. Alo, ალო, kim? ვინ? Sen nereden შენ? biliyorsun bu numarayı? შენ ეს ნომერი საიდან გაქვს ალი? Vay vay vay. Ali mi? გისმენ? Dinliyorum. გისმენ? Hı hı. Abi ძმაო, gitme. ნუ წახვალ იქ. Geliyor musun? ჩემთან ერთად ხარ? Hayatımın konuşması. ყველაფერი ვთქვი, რის გამოც გული მტკიოდა, მაგრამ ამან არ ვიშველა. Yaramaz olur mu abi? Yaramaz. როგორ არა გიშველა? O yüzden geldim. ამიტომაც არ მოვდივარ შენთან ერთად. ახლა თუ წამოვა, ამას მხოლოდ შენ გამო გავაკეთებ. Ama ben bu თუმცა yaptığım... არ გეთანხმები იმაში, რასაც აკეთებ. Bence şimdi ortalığı მე karıştırmak მგონია, რომ yanlış. სკანდალი არ გვჭირდება. რა თქმა უნდა, ეს ჩემი პირადი აზრია. მე ასე მიმაჩნია. Ben böyle düşünüyorum yani. მაპატია. Kusura bak. Ay senin düşüncene. ერთი შენი და შენი მოსაზრებებიც. მოდი შაჯექი. იხუმრე, დარჩი აქ.
ისკანდერთან წავა, მაგრამ ამჯერად სახლში მივაკითხავ. ყველაფერს ადამიანურად მოვაგვარებ და საღამოს რამოდენიმე $100,000 დავბრუნდები უკან. ჯერა შენი. კლუბი შავი თვალები. სტამბული 1973 წელი. მედით კარგი ამბავი მითხარით. ზია. კენანი კლუბშია, როგორც გითხრეს. მაგრამ ჯობია შენ თვითონ ნახო. ჯამე, თორემ საიტზე წინება. ალბათ ასეთი საჭმელი არ მოგწონთ. ძალიან გემრიელია უბრალოდ კენანი დავინახეთ და საჭმელი სულ დაგვავიწყდა. ჩემო ძვირფას. გვაპატით ჩემო ბატონო. ნუ ბოდიშობ. თქვენ ჩემი საპატიო სტუმრები ბრძანდებით. რომ ცოდნა და კენანი თქვენი შვილი იყო, აქამდე დაგპატიჟებდით სტუმრად. დიდი მადლობა. თქვენი წყალობით ჩვენი შვილი დავაშკაცდა. ეს ძალიან გვახარებს. ასე არ არის? ხო. კენანმა ბევრი რამ გვიამბო თქვენ შესახებ. გაგონილი გქონდა თქვენი კლუბის შესახებ. ახლა კი ბედმა პირადად შეგვახვედრა ერთმანეთს. მეც ბევრი რამ სმენია თქვენი ოჯახის შესახებ. კენანმა როგორც კი მითხრა რომ ჩამოგზანდით, მაშინვე შეუდექი სამზადის. დიდი მადლობა. სელმა, ეს დედა ჩემია. მიხარია შენი გაცნობა შვილო. ამა ჩემი. ჩემი ძმა. მევასალმებით სტამბოლის საუკეთესო მოცეკვავეს შაჰრეზადს. გაგიმარჯვეთ, კეთილი იყოს თქვენი აქ მოგზაურობა. თქვენ გაგიმარჯვეთ. კლუბის კუთხეში შევხვდებით. სელმას კულისებში გავაცილებ. უნდა დაისვენოს, მოგვიანებით შემოგვიერთდება. კარგი შვილო. მოპატიეთ. დაისვენე შვილო. კიდევ დავლიოთ. დავლიოთ. კენან მეშინია. სხვა გზა არ გვაქვს სელმა. ხეიროგლოს გული უნდა მოვიგოთ. იმის უფლებას ხომ არ მივცემთ რომ რამიზი მოკლას. რა თქმა უნდა არა. ეს ხომ რამიზია. არ დავუშვებთ რომ მოკვდეს, მაგრამ სახიფა თუ არ არის? ეს ხომ შენი ოჯახია. ისინი არ დაშავდებიან. ნუ ნერვიულობ. ვერ წარმოიდგენ რამდენი კლუბის პატრონის ყიდვა შეუძლიათ. თავარია ხეიროგლოს მოეწონოს ისინი. მაგრამ იმაზე მაინც ვერ დავითანხმებთ რომ რამის საპატიოს. არ მგონია გამოგვივიდეს. იმას მაინც გავიგებთ რა აქვს შეფიქრებული. კარგი, მაშინ დღეს დავათრო. ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეს. რა? არ ვიცი. ძალიან ნუ დავუახლოვდები. ეჭვიანო. შენი მხრიდან ეს კარგი საქციელი არ არის. მე? ეჭვიანობა რა შუაშია უბრალოდ. უბრალოდ გეუბნები რომ რა? ზია, ხეიროგლომ ყველა საქმე მიატოვა და კენანის ოჯახთან უნდა დაახლოება. აღმოჩნდა რომ მამამისი ქარხნის მეპატრონია. სად არის მისი ხალხი? რა ხდება? ყველანი შენთან გამოგზავნა. შენ გეძებენ. კაზინოშიც იყვნენ მოსული, მაგრამ უკვე წასული იყავი. კენანი?
მთელი დღე ჰეიროგლუსთან ერთად იყო, ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, ვერ გავარჩიე რას ამბობდნენ. შუაღამისას ჰეიროგლუ თავის კაბინეტში შევა. რომ ანგარიშებს გადახედოს, კაბინეტში როცა შევა, უგანა კარი გამიღე და ნიშანი მომეცი. როგორც მეთყვიზია. 2010 წელი. ეს პრეს-რელიზების საშინელებაა ჯენგის, შენ დაწერე? არა. ასე რატომ იღიმები? როგორ? დამნაშავე ბავშვებით. იქნებ ჯერ ჩამოყალიბდე. უშინ მითხარი დაკაცებული ხარო. ჯენგის. ვიცი რომ რაღაცას მიმალავ. ეს არასწორია. თოქმარ შორის დამალული არაფერი არ უნდა იყოს. კარგად დაფიქრდი და მიამბე რა ხდება. მინდი ძვირფასო. მელოდები. მინდი. რა უცნაურია. ცოლ-ქმრობაზე მელაპარაკები, მაგრამ ცალკე ოთახში გძინავს. რამდენადაც ვიცი, მეუღლეებს შორის არც საიდუმლო უნდა არსებობდეს და არც საზღვრები ეიშა. კალბოტონი აილინი ბრძანდებით? დიახ. ისკანდერი ჯერ არ წასულა? არა, სახლშია. თქვენ ვიბრძანდებით. შევთანხმდით რომ შეხვდებოდით და ერთად წავიდოდით მშენებლობაზე. უთხარით რომ უკვე მოვედი. გარეთ დაველოდები. არა, შემოვბრძანდით თუ შეიძლება. დავუძახებ. აბატიეთ, თქვენი სახელი? ეზელი. უბრალოდ ეზელი დამიზახეთ. თქვენი გარდაცვლილი ქმარი და ჩემი ძმა სკოლაში მეგობრობდნენ. ყოველ წელს ხვდებოდნენ ერთმანეთს კურსდამთავრებულების კლუბში. მახსოვს. ჩემი ძმა გასულ წელს გარდაიცვალა. მიზიარებ თქვენს მწუხარებას. დიდი მადლობა. გვინდა ორივეც მოსახსენებელი პანაშვიდი გადავიხადოთ, წინააღმდეგი თუ არ იქნებით. ჩემი ნებართვა არ გჭირდებათ, ჩემი ქმარი 30 წლის წინ მოკვდა. ბავშვები გაიზარდნენ, მე და უბერტი. ასე რომ შეგიძლიათ პანაშვიდი გადაიხადოთ. მე უკვე დიდი ხანია წარსული დავივიწყე და არც მინდა მისი გახსენება. მე მგონი არ დაგვიწყებიათ. საყვარელი ადამიანის დავიწყება ძნელია. უნდა წავიდე. მათ უნდათ რომ დაივიწყოთ. ისინი ზეწოლას ახდენენ თქვენზე. ისე იქცევიან თითქოს ის არც არასდროს არსებობდა. რაზე ლაპარაკობთ? რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ის ყოველთვის გახსოვთ, ხომასია. ზოგჯერ გინდათ ადგეთ და იყვიროთ, რომ თქვენს ქმართან ბედნიერად ცხოვრობდით და ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ხო მართალი ვარ? მე შვილები მყავს. მითხარით რა გინდათ? არ მინდა ასე გექცეოდნენ. არ მინდა ფიქრობდნენ, რომ დაივიწყეთ. მე და თქვენ კარგად ვიცით სიმართლე. თქვენ დღემდე ინახავთ კარადაში მის საყვარელ სვიტერებს, მის ნივთებს კი ყუთებში. ხო მართალი ვარ? ვინ ხართ? იმავე მკვლელის მსხვერპლი, ვისიც თქვენ. ისკანდერ, შენი მეგობარი მოვიდა. გელოდება.
ვნახოთ ბოლოს ვინ იცინებს. მოვდივარ ისკანდერ. ახლა ციცინე. მე თუ რამე დამემართება, ისკანდერის საქმე ცუდად იქნება. ძალიან ცუდად. ეს არის ყველაფერი. აქ არის სელიმის ძველი ნივთები, ნახეთ და წათით. გთხოვთ, მე შვილები მყავს. ალო? ეს რა ჩაიდინეთ? ეს რა ჩაიდინეთ? გამარჯობა ეზელ. შენ ჩვენი შეთანხმება დაარღვიე. არ არის ეს ლამაზი. რადგან შენ დაარღვიე, მეც დავარღვევ ცოტათი. აბა გამოიცანი, ახლა სად ვარ? ხმა არა მოიღო, უბრალოდ მომისმინე. გამარჯობათ. დღეს დაგირეკეთ. გამარჯობათ. კარგი სახელოსნოა. საკმაოდ ფართო. მარტო მუშაობთ? არა. ორი შვილი მყავს. ორი? რა დიდებულია? ღმერთმა დალოცოს ისინი. ახლა სად არიან? ახლა აქ არ არიან. მაგრამ მადლობა ღმერთს, ორი დიდი ბიჭი მყავს. დიდებულია. მამები და შვილები. მეც მინდოდა მამა ჩემს მევხმარებოდი, მაგრამ არაფერი არ გამოგვივიდა. განსხვავებული გემოვნება და შეხედულებები გქონდა. ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. რას ვიზამ? არა უშავს, თქვენ და თქვენი შვილი შეეწყობით. შვილი არ მყავს. არც ოჯახი მყავს. ხედავ პატარა შვილი ყოლიათ. ეს ჩემი შვილიშვილის კორტუკია, ჯანი ჰქვია. შვილიშვილიც გყავთ? საუცხოა. ჩემნაირი ადამიანისთვის თქვენი ცხოვრება სამოთხეა. ბატონო მომთას, ახლა უნდა წავიდე, მაგრამ ჩემი მეგობარი თემუზი ყველაფერს აგიხსნით. დიდი მადლობა. ამის შემდეგ თემუზი ხშირად გესტუმრებათ ხოლმე. ნახვამდის. ნახვამდის. შემოდი შვილო, შემოდი. რა სევდიანი ამბავია. გაიგონე მოხუცმა რა თქვა. საბრალო, დღემდე ამბობს ორი შვილი მყავსო. როგორ ვიდავ ჩემს კვარტალში გამოჩენას. ეზევ გირჩევ ზოგჯერ შენც მოინახულო შენი ოჯახი, თუმცა მათ ხომ სახლიდან გამოგაგდეს. ღმერთო. წამოდი და არასოდეს აღარ გაბედო მანდ მისვლა. ჩემს კვარტალში, ჩემს სახლში, ჩემს სახელოსნოში გამოჩენა არ გაბედო. მაშინ შევთანხმდეთ. თავი დაანებე ჩემს ოჯახს და არც მე შევეხები შენსას. გაიგე? სტამბოლი 1973 წელი. გროაცია. უიცადე ოფიციანტი ნიშანს მოგცემს.
ზიასთან ინფორმაცია მიგაქვს? თქვი სად არის ის მშიშარა? თქვი სად არის რამიზი? თქვი. თქვი მეთქი. სად არის? არ ვიცი. ნუ მირტყამთ. არ ვიცი. საიდ დიუმანი. ხეირულო არ გინახავს? კაბინეტში არ არის. არ მინახავს. თქვი. 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 სად არის რამიზი? სად არის რამიზი? თქვი. ძმაო, ახლა გაითიშება იქნებ. რა გინდა რამიზის ჯაშუში შევიწოდო? მე ვიცი რასაც უზამ. არ გაინძრე. ისმინე, ნამდვილად რაღაც მოხდა. ფრთხილად შეემოწმე, ოღონდ ყურადღებას ნუ მიიქცევ. ჩვენი კაცი დაიჭირეს ზია. სამალავში წავედით. რა ხდება ძმაო? პისტოლეტი რა საჭიროა? დაჯექი. რაღაც გაუგებრობა მოხდა. ისინი ფიქრობენ, რომ შენ ისევ რამიზისთან ხარ. ანდა ერთად ორმაგ თამაშს ვეწევით. ხომ იცი ასე რომ იყოს, ეს შენი აღსასრულის დღე იქნებოდა. მართლა, შეიძლება რამიზე დავილაპარაკოთ. სალაპარაკო არაფერია. რამიზი მოკვდება. შენ კი შეგიძლია არჩევანი გააკეთო. ან მის მხარეს ხარ და სიცოცხლეს გამოესალმები, ან შენს ადგილზე ბრუნდები. რას ნიშნავს ჩემს ადგილზე ძმაო? ძმაო, დაბრუნდი შენს სახლში. შენი ოჯახის გამო ცოდვებს გაპატიებ. შეგიძლია წახვიდე. ძმაო, შენ აქ რას აკეთებ? რატომ ერევი ამ საქმეში? ქენან მეკითხარი რომ უშენოდ აქედან არ წავალ. აირჩიე, ან შენს ძმასთან ერთად წადი, ან იმ კაცისთვის მოკვდი, რომელიც ფაქტობრივად უკვე მკვდარია. ვალში ვარ თქვენთან ბატონო საიდ. აუცილებლად გადაგიხდით ამ სიკეთისთვის. წავედით. აბა ახლავე გადამიხადეთ.
შენი არჩევანი გააკეთე, ქენან. სწორად მოიკეცი. ახლა კი უკანასკნელი სამსახური გამიწიე. მითხარი, სად არის რამიზი? მისი დღეები მაინც დათვლილია, ქენან. შენ ყველაფერი სწორედ გააკეთე. წერტილი დაუსვი ამ ისტორიას ჩვენთვის, ყველასთვის. რამისთან მიმიყვანე. სტამბული 2010 წელი. სელმა ჰიუნერი. განა არ მოგბეზრდა ეს საიდუმლოებები. გეყოფა ისე ყურება თითქოს გინდა გაიგო რას გიმალავ. ბოლოს და ბოლოს პირდაპირ შემომხედე თვალებში ბიჭუნა. geldi. მოვიდა. მე წამოვედი როგორც მითხარი. შენს ოჯახს თავი დავანებე. მე ხომ მართალი ვარ. ლამაზი არ არის ოჯახის ამ ამბავში ჩარევა, ხომ ასეა? თქვი რომ მართალი ვარ, ეზელ. მართალი ხარ. შენი ლაქია მოაშორე მამაჩემს. რა გჭირს? როგორი დახვეწილი ჯენტლმენი მახსოვ ხარ. ახლა კი ნამდვილი ქუჩის მაწანწალასავით ლაპარაკობ. ეს არ შეგშვენის. განა ეს ჩემი ბრალია? ყველაფერი გავაკეთე, რაც გინდოდა. მითხარი, იმათ თავი დაანებეო და დავანებე. ოჯახები არ ჩავრიოთო. კი ბატონო, გითხარი მოაშორე მეთქი ეს ტიპი მამაჩემს. კარგი. მაგრამ როგორ უნდა მითხრა ეგ? მითხარი, თუ შეიძლება თქო. კენან. იცნობთ ამ კაცს? არა, მხოლოდ ვესალმები. შებთან დაკავშირება ამ ნომერზე შეგიძლიათ. ნახვამდის.
ნუ ფიქრობ. წადი ეზელ, ნუ ფიქრობ. ნუ ფიქრობ. სელმა ჰიუნერი. დიახ, ბატონო იუსუფ. ისკანდერზე მეუბნებით? ისინი სახლში იყვნენ მასთან, წარმოგიდგენია? სახლში. მოახერხე რა მის გარკვევა. რასაკვირველია, უკვე მივხედე ამ საქმეს. ვინ გააკეთა ეს? არც არავინ. არავინ. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იფიქრე ჯენგიზ. იფიქრე. თუ შეიძლება ეს სცენაზე დააწყვეტ. Tevfik. ალის ელაპარაკე. არა, ჯერ არ დაურეკავს. იცი, სადაც წავიდა. ნუ ნერვიულობ. ალის საკუთარ თავზე ზრუნვა შეუძლია. ეზელ შეიძლება დავილაპარაკოთ. რამე მნიშვნელოვანია თუ მორიგი დაგითხოვა? ასე რატომ მელაპარაკები? მაინც როგორ? თითქოს ყველაფერი ფეხებზე გკიდია. მე დავიცოდე რა გრიგალი მიტრიალებს გულში. შეგვიძლია სერიოზულად ვილაპარაკოთ ეზელ? ალის გამო ნერვიულობ. გეშენია ვინმესთან რამე არ წამოგწდეს. ისევ განაგრძობ იმ ხალხის დევნას, ვინც მას დასდევს. ცდილობდი ტევფიკისთვის გეთმევინებინა რამე, მაგრამ ის დუმს. დახმარებას მე მთხოვ, მაგრამ მე არ გეხმარები. ამიტომ მარტო დაიწყებ მოქმედებას. ყველაფერი იცი არა? ჯერ სათხარ. ალიმ რაღაც გააკეთა ოღონდ ისე რომ არ უფიქრია. ის უგუნურად მოიქცა. პასუხიც მიიღო. აი რატომ არ ჩანს? უკან თუ გამოეკიდები, შენც ტყუილად დაზარალდები. თუ კი ასეა. თუ კი ასეა, რა? რატომ არ ვეხმარები? მომბეზრდა. მომბეზრდა ყველა სკუთში დევნა. მომბეზრდა მუდამ რაღაცის მოლოდინი. ესე იგი, ამიერიდან ასეთი ადამიანი იქნები? შევეცდები. ვნახოთ. ძალიან გთხოვ ეზელ, მითხარი რომ რაღაც არ მესმის. მითხარი რომ ეს ჩემთვის გაუგებარი თვალთმაქცობაა. ეს არ არის თვალთმაქცობა. უბრალოდ ფეხებზე მგიდია. ალო, ეშენ. ეზელ. იცი სად იყო კენანის სულ ცოტა ხნის წინ? რა გინდა? არ ვიცი რა მოხდა. მამა ჩემთან იყო. და მე მუქრა მისი ძმის ამბით რომ არ დავინტერესდი. მე რაშუაში ვარ. ჩვენ ხომ შევთანხმდით. შევთანხმდით რომ მათ ახლოს არავინ გაეკარება. ისინიც რომ არ გაერიონ ამ საქმეში. მე არც კი ვიცოდი იქ თუ იყო ეზელ. ჯანი როგორ არის წავიდე მასთან? შენ რა გონია, რადგან ჩვენი შეთანხმება დაარღვია ეიშან, ამის გამო ჯანს რამეს დაუშავებ? ხომ გითხარი მე არაფერი არ დამირღვევია. უფრო უარესი, ის კენანმა დაარღვია. შენ ჩემზე უკეთესად იცნობ მას. საკმარისია ერთხელ დაარღვიოს, წესი აღარ გაჩერდება. კარგი, მაგრამ ჩემგან რა გინდა? კენანი ჩემი ოჯახისგან შორს უნდა იყოს. შენ შემპირდე. ხოდა შეასრულე შენი პირობა.
შენ რა ახლა ყოველ ჯერზე ჯანის გამოყენებას აპირებ? მე არავის არ ვიყენებ ეიშენ. ხმაზე ვერ ხვდები? ეს ჩემი ოჯახია. ჩემი ოჯახი. შენი დახმარება მჭირდება. დამეხმარები? ნუ ფიქრობ. ეზელმა ჩემ გამო შემოგჭირვა? მაპატია. დიდი ბოდიში რომ გეკითხები, მაგრამ რა საკეთებ ეიშენ? არაფერს. შენს საყვარელ სერვისს ვამტვრევ. ხომ ხედავ, ამას პირდაპირ შენს თვალწინ ვაკეთებ. ყველაფერი კარგადაა. შენ არაფერს არ ამბობ. მაგრამ შენ ზურგს უკან რომ გამეკეთებინა იგივე. იკითხავდი რა შეესაქმეო არა? ეიშენ. კენან. იქ ჩემი ბიჭია კენან. ჩემი შვილი. ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანი ჩემთვის. და შენ იქ ისე მიდიხარ რომ მე არ მეუბნები? მაინც ხომ გაიგე? ნუ გააზვიადებ. გავიგე ეზელი შენი ოჯახით დაინტერესებულა შენი ძმით. რამე ხომ არ უნდა ვიცოდე ამის შესახებ? იდიოტის როლში რომ არ ვიყო, როცა ეზელი დარეკავს. არაფერი არ უნდა იცოდე. მე არავინ არ მყავს. სიმართლე მითხარი. რას მალავ შენი ოჯახის შესახებ, შენი ძმის შესახებ? შენთვის მხოლოდ ძალაა მნიშვნელოვანი. რაზე ლაპარაკობ? შენი მის გამო არ ბრაზობ, რომ იქ წავედი. იმიტომ ბრაზობ, რომ ეს ჩემს ხელშია. იმიტომ ბრაზობ, რომ შემიძლია ეს დაგიმალო. პირველად შევხვდი ისეთ ვინმეს, ვინც შენზე ძლიერია. შენთვის აუტანელია იმაზე ფიქრი, რომ მე შენზე ძლიერი ვარ. ჩვენ თანასწორები არა ვართ. მე უფრო ძლიერი ვარ და ეს გაგიჟებს. სისულელეს ნუ ამბობ. ჩვენ ერთ მხარეს ვართ. მე ყველაფერი უნდა ვიცოდე იმისთვის, რომ ჩემი საქმე ვაკეთო. გეყოფა, რა საქმე? შენთვის ლაპარაკია მხოლოდ ძალაზე. ასე არ არის? ეს მანამდეც ასე იყო, სანამ ეზელს გაანადგურებდი. უბრალოდ ის გიყვარდა და ამიტომ ვერ გაუმკლავდი. ახლა კი მოიშორე თავიდან. სერვიზი მაინც აღარაფრად ვარ გაიშენ. შენ გესმის, რომ ეზელი აღარ გიყვარს? გესმის? Tevfik. Aynen nerede olduğunu söyleyecek Xom ვერ მეტყვი სად არის ალი? რა იყო, გინდა მიაკითხო? რა გითხრა ეზელმა? ეზელმა უთხრა ადგილზე დაჯექიო. აზადი გთხოვს, რომ ალის მოსაზევნად წახვევ, მაგრამ ის ვერ შეძლებს ამას. იმიტომ რომ ალის გასაკეთებელი საქმე უნდა გააკეთოს. ბოლო დროს ალი უძღვებოდა პერსონალის შერჩევას. აი, შენ ინტერვიუს კითხვები. ალი თვითონ გააკეთებს ყველაფერს, როცა დაბრუნდება. შეგიძლია რამე გააკეთო ალის გარეშე?
შეიძლება დაგჭირდეს ეს. შებნემ, ხო, თევფიქს მიეხმარე, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა. ოჯახ. ყველაფერი კარგადაა? ჯენგიზ. ერთი შეკითხვა მაქვს შენთან. რთული? არა მარტივი. ეს ჩვენი სახლია? მანქანები ჩვენია? ან ტანსაცმელი, რომელიც გაცვია, ჩვენია? შევძლებთ თუ არა სამარეში თან წავიღოთ? ამაზე რა უნდა გიპასუხო, რომ მთავარი ნივთები კი არა, სულია მეთქი ეიშა. კენანმა საყელურები შეგვება არა? იჩხუბეთ? მე და კენანმა? მასთან ჩხუბი შეუძლებელია. ისე გამწარებს, რომ მე ის გადაგრჩენია ადგე და წამოხვიდე. ჩემ შემთხვევაში ყოველთვის ასეა. თავს ვეთყუებთ არა? ეიშან. რა თქმა უნდა თავს ვეთყუებთ. უკვე დიდი ხანია შენთან დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ შენ და კენანი. რა მე და კენანი? ის ხომ ვალდებული არ არის ყველაფერი იცოდეს, რასაც ვაკეთებთ. რა გინდა რომ ვაკეთოთ? რაღაც ჩავიფიქრე, მაგრამ მინდა ჯერ შენ დაგელაპარაკო. რატომ? მე და შენ კარგი გუნდი ვართ. ასე არ ფიქრობ? თანასწორები ვართ? თანასწორები. თანასწორობა არაფერ შეამჯერდება. მე და შენ ვინ ვართ ერთმანეთისთვის? პასუხის რა ვარიანტები არსებობს? შეყვარებულები. მაგრამ ეს ასე არ არის. ცოლ-ქმარი. მაგრამ ეს ტყუილია. სინამდვილეში ცოლ-ქმარი არ ვართ. რა რჩება? გე. თანამოაზრეები. ერთი გუნდის წევრები. ჯენგიზ. ამერ წელიწადში იმდენჯერ შევიცვალე გუნდი, რომ აღარც კი მახსოვს ვის ვუხდიდი ჯარიმას შეთანხმებების დარღვევისთვის. სწორედ ასეა. და არსებობს დე ვარიანტი. მესაიდუმლეები. მოდი ეს ავირჩიოთ. იყავი ჩემი მესაიდუმლე. დიდხანს არაფერი გამოგდიოდა. ეს მეტისმეტად მძიმეა. შეიძლება ერთდროულად იყო თანამებრძოლიც, საყვარელიც და მეგობარიც. ჩვენ ერთმანეთს ვერ ვუზიარებდით საიდუმლოებს. საიდუმლოებები სწორედ იმითომ არსებობს ეიშან, რომ ყველას დაუმალოს კაცმა. ახალი ურთიერთობა მოიგონე, ჯენგიზ? ო. ჩვენ მესაიდუმლეები გავხდებით. მეოთხე ვარიანტს ავირჩევთ. რა სისულელეა? არა. არანაირი ფლირტი. არანაირი საზიარო საწოლი. არანაირი გულის შემძვრელი საუბრები. ჩვენ მხოლოდ მესაიდუმლეები ვართ. რა სიტყვი? პასუხების ფურცელი არ წაიღო, ახლავე დაუბრუნდები. ოდესღაც ოჯახი მყავდა ეიშან. რა? ოჯახი. დედა, მამა, ძმა. მეც, როგორც ყველა, დილით ვდგებოდი და მათთან ერთად ვსაუზმობდი. მთელი ჩემი ოჯახი ერთად მივუსხდებოდით ხოლმე სუფრას. დედა ერბო კვერცხს და ტოსტებს ამზადებდა ჩვენთვის. მამა ჩემი და ჩემი ძმა კამათობდნენ. მე ფეხები მეყინებოდა მუდმივად. ოჯახი მყავდა.
ნორმალური ოჯახი. ჯენგიზის სახლშია. მერე რა? ოჯახი მყავდა. მამა ჩემს ჭადრაკს ვეთამაშებოდი ხოლმე. ის განგებაგებდა, მე კი მწყინდა. ყოველი თვის 26 რიცხვში დედა სტუმრებს ეპატიჟებოდა. მათი შვილები ყველგან ჩემს სათამაშოებს დაათრევდნენ. მე შევჩიოდი ჩემებს, მაგრამ დედა მეუბნებოდა, მოითმინე და გაჩუმდიო. ბავშვი ვიყავი. როგორ იყო ამის მოთმენა? სათამაშოებს თაფლს ვუსვამდი, რომ ხელებზე მისწებებოდა. ზოგს დღემდე ვინახავ. სულ ჩემს ძმას ვეთმასნებოდი. მისმა მეგობრებმა ტკიპა შემარქვეს. სანამ კენანი გავხდებოდი, ტკიპა ვიყავი ჩემი ძმის ზურგზე. როცა ოჯახი მყავდა, მაშინ კენან ბირკანი არ ვიყავი. ყველაფერს ვერ მოგიყვები. ყველაფერს ვერ მოგიყვები, იმიტომ რომ არის რაღაც, რასაც ვერავის მოუყვები. გამარჯობა ეზელ. გამარჯობა. დაღლილი სახე გაქვს. ახალ ბიზნეს ვიწყებ. ეს ადვილი არ არის. გავიგე. ერთხელ შემოგივლით. წავალ რამის ვეტყვი. პრინციპში შენთან მოვედი. ეს რა არის? კენანის ძმა სელიმი. რატომ მოგწერა მან წერილი? ეს რატომ გამოგიგზავნა? ამაზე რამის ზელაპარაკე მე არ მახსოვს. დიდი დრო გავიდა. დაფიქრდი, დაგელოდები. მე არაფერი არ ვიცი. მოისარგებლებ ჩემი სტუმართ მოყვარეობით. აქ სტუმრად არ მოსულ ვარსელმა. პასუხის მისაღებად მოვედი. ეზელ. ხომ გითხრა არ ვიციო. ეგ წერილი სელმამდე არ მისულა. აბავისთან მივიდა. ჩემთან. ის ჩემთან მოვიდა. სელმა ჩემი ქალია. ასე იყო ყოველთვის. მაგრამ მას ჩემგან ჰქონდა რაღაცეები დამალული. მე კი მისგან. ის არ მეკითხებოდა, მე არ ვეუბნებოდი. ორივენი შუმად ვიყავით. მე არ მჭირდება ამის ცოდნა. არ მინდა ამის ცოდნა. შვილო ჩემი და სელმას სიყვარული სისხლით იყო მოსვლილი. ახლა შენ გინდა ეს სისხლი ჩამორეცხო და გაიგო იმის უკან რა იყო. გინდა ყველაფერი გაანადგურო, მათ შორის ჩვენს. შენ მზად ხარ მეგობრები დაკარგო ოღონდ, შენსაც მიაღწიო. ხო, თუ ასეა მე არ დაგეხმარები. მინიშნება უკვე ნაპოვნი გაქვს. შენ თვითონ მიხევი კვალს. იმოქმედე. რამის ის რაც
მე არ ვიცი. საშინელებაა. სტამბოლი 1973 წელი. შენ ჩემგან დაფარულად მოქმედებდი. ხო. საქმეში შენი ოჯახი და სელმა არიან გარეულები. შენ ჰეიროგლუსთან იყავი. მათთან ვიყავი. რა გითხრა? შენზე მკითხა სად არისო? მე რა უპასუხე? მისამართი უთხარი. ხოვე მოეცადა, გადავწყვიტე მე წინ წამოსულიყავი, რომ ლაბარაკში განერთე. ის თავის ხალხთან ერთად უკვე აქ არის. ახლა შემოვლენ. რატომ გამყიდე, რატომ? არ გამიყიდი ხარ ძმაურამის. მე მას არასწორი მისამართი მივეცი. კენან. მე შენ არასდროს არ გაგყიდი რამის. ალო, კენან. კენანი აღარ არსებობს. დაივიწყე. შენ ვერ მოახერხე შენი ძმის დარწმუნება, სელიმ. შენ თვითონ მიხვდი რა მოხდება ახლა. ამიერიდან კენანზე შენ აგებ პასუხს და არა მე. სტამბოლი 2010 წელი. რა დაემართა შენს ძმას? მოკვდა. რამიზმა მოკლა? ყველაფრის თმა არ შემიძლია იშენ. მეც მაქვს საიდუმლოებები. გეშინია რომ ეზელი გაიგებს? რა კავშირი აქვს? მე არაფრის არ მეშინია. ეიშან. ჯენგიზ. რა ხდება? არ მოხვიდე. დაუჯერე შენს ცოლს ჯენგიზ. ის არანორმალურია, გამაგებინე რა ხდება? ჯენგიზ მომისმინე, მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს. რა ძლიერი ხარ ეიშან. ზუსტად ჩემნაირი ხარ. შენი დოლი არავინ არის კენან, ასე არ მითხარი? გახსოვს ის დღე, როცა მამა შენი სახლიდან წავიდა? გახსოვს დედა შენმა როდის მოიკლა თავი? გახსოვს როდის მოკვდა ბაჰარი? საინტერესოა, ახლაც ძლიერი ხარ? საქმე ის არ არის ეზელმა რა იცის. საქმე ისაა მე რა მახსოვს. გესმის ეს ეიშან? რომ მოგიყვე, უნდა გავიხსენო. ვის შესწევს იმის ძალა 30 წელი შურის ძიებას მიუძღვნას? მაქვს თუ არა სიყვარულის უნარი? ვინ შეძლებს ჩემნაირად ცხოვრებას? მინდოდა თუ არა ეს? შენ როგორ გონია ეიშან?
გონია მინდოდა ასეთი ცხოვრება. ძმა ყველაფერი შენი ძმის გამოა? მე მყავდა ოჯახი. მაშინ კენან ბირკანი არ ვიყავი. როდის გავხდი კენან ბირკანი? შეიძლება თუ არა საკუთარი თავი გენატრებოდეს. როგორ შეიძლება ასე ძალიან გენატრებოდეს საკუთარი თავი? არ გააკეთო ეს. არ გინდა. მაპატია ჯენგის. რა უშავს? ახალი სერვიზი შენზეა. სერვიზი? სწორად დავიქირავე ადამიანი. მოგებას როდის მომიტან? არ ვიცი, ცდილობ. ნახვამდის. დე ვარიანტი. დე სწორი პასუხია. დე, მე შენთან ვარ. მართლა? Tamam. შვენიერია. Harika. გისმენ. რისი თქმა გინდოდა? Anlatacağım Eşan. გეტყვია იშან, მაგრამ ჯერ უნდა ვიმუშაო. რომ გაიგონეს სამუშაო მოგვიტანს თავისუფლებას. თავიდან მხოლოდ ერთ საიდუმლოს ინახავ. თავიდან მხოლოდ ერთი დღე ინახავ მას. მერე რაც დრო გადის, უფრო ღრმად ინახავ ამ საიდუმლოს. მერე არა იმის შიშით, რომ საიდუმლო არ გამჟღავნდეს, არამედ მისი დავიწყების სურვილის გამო, საკუთარ თავსაც უმალავ მას. საკუთარ თავს არწმუნებ თითქოს ამას საყვარელი ადამიანების გამო აკეთებ. მაგრამ საიდუმლოს დამალვით მხოლოდ საკუთარ თავს იცავ. თუნდაც არავის უთხრა, ყველა საიდუმლოს თავისი მსხვერპლი ჰყავს. ხედავ ახალი გატაცება გიპოვია. წყალი გააქვს. მადლობ. და დანა?
შეთმა ამბავი მომიტანა, რომ ვინმე ეზელი აპირებდა დამუქრებოდა კაცს, რომელიც ჩემს კლიენტს იცავს. სად არის ის შენი ჩიტი? გამიხარდა ეზელის სახელი რომ გავიგონე. მოვითხოვე ხმაურის გარეშე დაეჭირათ ის არ ამზადა. და უცებ ხედავ რომ ის შენ ხარ. მართალი ხარ. ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. გამიშვი აქედან და წავალ. ფიქრობდი როგორ გამომეყენებინა ეს სიტუაცია ჩემს სასარგებლოდ. აი რა ვიპოვე შენს ჯიბეში. ეგ რა არის? სავიზიტო ბარათი. აიღე და გაიქეცი. მოგრძალებული ბარი ქალაქის განაპირას. რაუცნაური დამთხოვაა, სწორედ ამ ადგილთან მქონდა საქმე ამ ბოლო დროს. ოდა რაღაც მოვიფიქრე. რა? დანის ამბავს მეკითხებოდი. დანა არ მაქვს. მაგრამ ნახე რა მაქვს? შაპკა და ვარმა. მაისურიც გაქვს? ჯენგიზ, მე ალი მარწუხი ვარ. შენ კი ეგ ტიპი არ ხარ. მართლა? შენ ხელჯოხს ჩაარტყამ კაც თავში. არ ჩავარტყამ? თავი კინოში ხომ არ გონია? გაგიგონია ძვლების მტვრევის ხმა. მთლიანად სისხლით ხარ გაწუწული. რას მეუბნები? თვალები სისხლით გევსება. სხერფლი ყვირის, ტირის. ვერ წარმოგიდგენია რა ხმაზე ღრიალებს ჩემნაირიც კი. იცი ეს? ხელჯოხით რომ მოკლა კაცი ნამდვილი ურჩხული უნდა იყო. მაგრამ პირველ რიგში მაინც კაცი. კაცი უნდა იყო. რასაც შენზე ვერ ვიტყვი. ადამიანები იცვლებიან ძმაუვალი.